დაბრუნდით პირდაპირ ეთერში ისტორიკოს გოჩა საითიძესთან ერთად. დილამშვიდობის ბატონო გოჩა, დიდი მადლობა ჩვენთან სტუმრობისთვის. ჩვენ წინა სამშაბათს ვისაუბრეთ 99 წლის 9 აპრილს განვითარებულ ტრაგიკულ მოვლენებზე, მიმოვიხილეთ ის პერიოდი და უკვე შემდგომი მოვლენების შესახებ გსურს რომ დღეს ვისაუბროთ. აი რა მოყვა უკვე 99 წლის 9 აპრილს უახლოეს თქვა აი მაისში, ივნისში, ივლისში რა ხდება საქართველოში. მოგესალმებით, მივესალმებით ჩვენ საყვარელ ტელემაყურებლებს. 9 აპრილმა, 99 წლის 9 აპრილმა ამ ტრაგიკულმა დღემ რასაკვირველია და ძალიან მძიმე ღამემ პრინციპში რადიკალურად შეცვალა საქართველოს განვითარებაც და გარკვეულწილად ხელი შეუწყო საბჭოთა კავშირში, საკმაოდ მნიშვნელოვნად სხვათა შორის საბჭოთა კავშირში უკაცრავად პროცესების განვითარებას და ერთგვარად სოფლიო მასშტაბის მოვლენადაც კი იქცა, იმიტომ რომ ყველას დაანახა, რითაც დავამთავრეთ ჩვენ წინა სამშაბათ ჩვენი საუბარი, რომ სოფლიოს დაანახა, რომ ის გარდაქმნა, ის საჯაროობა, ანუ გლასნოსი ერთგვარად იყო ფასადური და რეალური სახე გორბაჩოვის ხელისუფლების გამოაჩინა. ის აგრძელებდა კვლავ სტალინური მეთოდებით მართვას ახლებურ პერიოდში და შესაბამისად ამან გარკვეულწილად შეუწყო ხელი შემდგომ საბჭოთა კავშირის დაშლას და ეს პროცესები გაგრძელდა არა მარტო რასაკვირველია ჩვენ ვერ დავშლიდით საბჭოთა კავშირს მარტო ვერ შევერკინებოდით, მაგრამ ეს იყო ერთ რაღაც წვეთი. იქ მეორე იყო ვილნიუსის მოვლენები, მესამე ბაქოსი, მეოთხე მსოფლიო პროცესები, ასე შემდეგ. ამან ყველაფერმა საბოლოო ჯამში შეუწყო თვითონ მოსკოვში მიმდინარე პროცესები, გორბაჩოვს სერიოზული ოპოზიცია გამოუჩნდა, საბოლოო ჯამში მიიყვანა პროცესები იქამდე, რომ ბოლოს საბჭოთა კავშირი დაიშალა პრინციპში სადამდესაც ჩვენ აი ესე ვცლად უნდა ვისაუბროთ და კონკრეტულად რაც მოყვა მაშინ დაიღუპა 16 მანდილოსანის 3 მამაკაცი პეტურ ღამეს და მე კიდევ ერთი კომენდანტის საათი შემოიღეს პირველი რაც მოხდა მაშინ და ყველას კარგად იმ პერიოდში ვინც ვიყავით გვახსოვს რომ ორო გარეთ ვერ გადიოდი და კომენდანტის საათი იყო და ერთ-ერთი ქართველი ახალგაზრდა გამე იყო არ იცოდა კომენდანტის საათი იყო შემოღებული და ემსხვერპლა მაშინ ვარაზესხებში სამწუხაროდ და ვერ გახვიდოდი ეს გაგრძელდა 18 აპრილამდე მაშინ იყო რომ პირველი რაც ახლა მახსენდება ეს არის აი თბილისი გაჩუმებული გაჩერებული თბილისი დილიდან რომ დაურბოდით პროჟექტორი და პროჟექტურაში რომ ვეძებდით ვინ არის გარდაცვლილი ვინ და მთელი დღე ამ მორგებში სირბილში გავატარეთ რომ იტყვიან და ეს ჩვენი თვალით და ჩემი თვალით მაქვს ნანახი ღმერთმა აცხონოს საწყლები ის ადამიანები ძალიან ბევრი მე მოწამვლის გამო დაავადდა და დღემდე დაავადდა ათასობით ადამიანი ვინც აი ეპიცენტრში იყო პირდაპირ ისინი და მათ დიდ ნაწილს შემდგომში მრავალი წლის განმავლობაში ჰქონდა ეს რეციდივი ჭირდებოდა იმიტომ რომ გაუშვეს მომწამლავი გაზი მაშინ და ეს სულაც არ იყო მიუხედავად იმისა რომ ცდილობდა საბჭოთა კავშირის ოფიციალური ხელისუფლება მიეჩქმალა ის ფაქტები რომ იქ გამოყენებული იყო არაადეკვატური მიუხედავად რომ კი შეცხასორი არ იყო პირდაპირ მნიშვნელობით მაგრამ იყო გალესილი სადესანტო ნიჩბები ბარები რომელიც ახლა ისე ლაპლაპებდა ხომ მოგიყავით საოცარი იყო ახლა იმის ხედვა და ხილვა და პლუს ამას მომწამლავი გაზი და ამას ხმალავდნენ ყველანაირად პირველ ეტაპზე რომ ჩამოვიდა აქ ხომ და იმავე დღეებში ჩამოვიდა საბჭოთა კავშირის საგარეო საქმეთა მინისტრი ედუარდ შევარდნაძე და ცეკას მდივანი რაზუმოვსკი და ვითარების გასარკვევად რა მდგომარეობა იყო აქ შეხვდნენ ინტელიგენციის წარმომადგენლებს, ხელმძღვანელობას, უნივერსიტეტში იყო შეხვედრა ესწრებოდი უნივერსიტეტის სტუდენტებთან და ცდილობდნენ რომ აი გადაებრალებინათ ყველაფერი, ეხლა ეს კარგად მახსოვს, აი ადგილობრივი ხელისუფლების, ანუ ჯუმბერ პატიაშვილისთვის შეეხოცათ პრინციპში მთლიანად ხელი, რაც ამბები, რაც პროცესები, რომ მან ვერ უზრუნველყო ამ პროცესების უფრო მშვიდობიანი განვითარება. ახლა ისე შეიძლება ითქვას, რომ ჯუმბერ პატიაშვილის გარკვეული წვლილი ამაში მიუძღოდა და გადადგა კიდევაც ჯუმბერ პატიაშვილი 14 აპრილს მან დატოვა დიახ იმავე დღეებში მან დატოვა თანამდებობა და ბარები ვიტყვი რომ ცეკას პირველ მდივნად მაშინ დაინიშნა გივი გუმბარიძე ხო და რაც შეეხება მაინც ჰქონდა დადებითი მომენტი შევარდნაძის აქ ჩამოსვლას ის რომ ძალიან მალე სხვათა შორის ეს კომენდანტის საათი გაუქმდა რომ ანუ მან
აუხსნა გორბაჩოვს ალბათ დაანახა რომ აქ პროცესები აღარ განვითარდება ისეთი რადიკალური კუთხით როგორც მიაჩნდა საბჭოთა ხელისუფლებას რომ აღარ იყოს საჭირო აი ეს ზედმეტი სიმკაცრე და ტანკები თბილისის ქუჩებში ყოველ კულმაში გზის გადამკვეთ ადგილას რუსის ტანკები მე არც თუ სასიამოვნო განწყობის და ეს ტრადიციულად ასია თუ მისცემ იმ ეროვნების ადამიანს უფლებას რომ მაინც და მაინც კარგად არ მოგეპყროს შენ უნებრივია გამოიყენებს ის არა მარტო ქართულის გამას ძალიან კარგად იყენებს და ეს სულ გვახსოვს ახლა ბოლო 2008-ში და მაშინაც და მე პირადად რა არაერთხელ შევეჩეხე მათ არც თუ სასიამოვნო გამომეტყველებას და საუბარს და მუქარას და ამავდროულად ყოველ შემთხვევაში ეს ხო და კიდევ ამ ეტაპზე დასრულდა კიდევ ის რომ ეროვნული მოძრაობის პრაქტიკულად ყველა ლიდერი მაშინ დააპატიმრეს დაახლოებით 40 დღით ხო? დიახ, დაახლოებით 40 დღით და აი ეს დღეები იყო რა პერიოდი ძალიან მიაქტიურა ჩვენმა მაშინდელმა ინტელიგენციამ. აი ხლა ეს ეროვნული მოძრაობის ლიდერი არაფორმალები რომ დაიჭირეს. აი ეგ წავიდა რა პროცესი იცით რომ ორი რადიკალური პოზიციის დაპირისპირება რომ ერთი მხრივ რომ ქართველებმა თვითონ ჭყლიტეს ერთმანეთი, არაფერ შუაში არ იყო ეს ჯარები ისინი მამა აბრამის ბატკნებით მოქმედებდნენ, მაგრამ კაი ქართველები ეს აგრესიულად განწყობილი მასა, როგორც იყო ხოლმე ჩვეულებრივად ეს მიღებული, აპრობირებული ტაქტიკა, იგივე 56-ში სხვაგან, რომ ის არაფერ შუაშია დამპყრობელი ძალა. აი პირიქით ეს დამპყრობილი არის ყველაფრის თავი და თავი და, მაგრამ ვეღარ გაუვიდა და ეს 56 არ იყო. სხვა რეალობა იყო. სხვა რეალობა იყო უკვე. სხვა რეალობა იყო და მაშინ იყო რომ იგივე აი ეს შეხვედრებზე, იგივე შევარნაძესთან და სხვებთან როგორ პრინციპულად და მკაცრად იცავდნენ ჩვენი იგივე ცნობილი საზოგადო მოღვაწეები თუ პოლიტიკური მოღვაწეები დაბატიმრებას მაშინ გადაურჩნენ ამ პოზიციებს იგივე ბატონი ნოდარ ნათაძე, ბატონი აკაკი ბაქრაძე, ელდარ შენგელაია და სხვები. მე კარგად მახსოვს ეს ამბები ძალიან პრინციპულად და უმკაცრესი ტერმინოლოგიით და იცავდნენ იმ პერიოდში აი ამ მოვლენის ჩვენეულ შეფასებას რომ ეს იყო აგრესია რომ დამპყრობელი ძალის მხრიდან თავისუფლებისათვის მებრძოლი ადამიანების წინააღმდეგ და მაშინ შეიქმნა დაიწყო მუშაობა სწორედ ძალიან მოკლე პერიოდში საბჭოთა კავშირის სახალხო დეპუტატების პირველმა ყრილობამ მაშინ და ამ ყრილობაზე იყო საქართველოს დეპუტაციაც ელდარ შენგელაია, თამაზ გამყრელიძე, სხვები და სხვები აკაკი ბაქრაძე, სხვები კი, ბატონ რეზო თაბუკაშვილი, სხვები, რომლებიც გამოდიოდნენ, ესე იგი ყველა ხელსაყრელ სიტუაციას იყენებდნენ იმისთვის, რომ გაემახვილებინათ ყურადღება აი ამ მოვლენებზე, რომელიც აქ იყო, ისინი იშველიებდნენ იმ ოფიციალურ სტატისტიკის მიხედვით, რა თქმა უნდა, მიჩუმათებული იყო, ძალიან ცდილობდნენ, რომ მინიმუმამდე დაეყვანათ იგივე გაზ დაღუპულები იყო თუ გაზით მოწამულები, მე ეს გაზი ამაზე იყო მთელი ამბავი, რომ ეს გაზი არ იყო, რა უშუალოდ რა გაზი იყო, კარგახაც ამაზედაც დუმდნენ. რომ რა გაუშვეს და ძალიან დიდი ძალისხმევა დაჭირდა ადამიანებს რომ გაერკვიათ რომ რა იყო ეს გაზი რომ ეს იყო მომწაბლავი გაზი რომლის გამოყენებაც არ შეიძლებოდა და იმიტომ რომ და ხო საინტერესო ის არის რომ სოფლიოს საზოგადოებრიობა ეს არ გამოჩნდა გარდა იმისა რომ იქ ჩვენ ვიყენებდით ტრიბუნას საერთაშორისო საზოგადოებრიობაც ძალიან კარგად იყო განწყობილი თვითონ მაგალითად დაწყებული დედა ტერეზათი დამთავრებული ძალიან ბევრი ადამიანი ჩამოვიდა აქ თავისი თვალით რათა ეხილა აი ცნობილი სურათიცა ფოტოსურათი შემდგომ უკვე როდესაც მე რა უკვე გამოუშვეს 40 სვიად მე რა შუას დიახ ჩამოვიდნენ თავისი თვალით რო ეხილათ აქ ჩამოვიდა ბორის ელცინი რომელიც მაშინ იყო გორბაჩოვის ოპოზიცია და ერთ-ერთი და ანუ დემოკრატიული რუსეთის ასე ვთქვათ ლიდერი გახდა და ბორის რათა თვითონ გარკვეულიყო მოვლენებში აქ ჩამოვიდა ანდრეი სახაროვი აქ ბევრი ადამიანი ჩამოვიდა მერე აი ეს მიჩუმათება არ გამოვიდათ იმიტომ რომ ნოვაია გაზეტაში დაბეჭდა თავისი ცნობილი ფოტოების სერია და თავისი ცნობილი სტატია გამოჩენილმა ცნობილმა რუსმა ჟურნალისტმა იური როსტმა ჩვენმა დიდმა მეგობარმა და ძალიან დიდმა მოღვაწემ და შესაბამისად ეს ყველაფერი ისე აღარ გამოვიდათ მერე იძულებულნი გახდნენ რომ შექმნილიყო მიუხედავად იმისა რომ მე კარგად მახსოვს ის საშინელი გამოსვლა გენერალ როდიონოვის იგორ როდიონოვის რომელიც იყო ამ დარბევის ორგანიზატორის სულის ჩამდგმელი და ის გამოვიდა და ყველაფერი გადმოგვაბრალა ჩვენ ეს მისი ფრაზაც ეს eta მახროვაია ბანდა ეს რა დამავიწყებს იმას როგორ ინტონაციას აი ყურებში ჩამესმის ეხლაც აი ზიზღით გაჟღენთილი მთელი ეს სიტყვები ამ ადამიანის ამ გენერლის რომელიც რუსეთში შემდგომ ამის ეროვნულ გმირად იყო გამოცხადებული ბოლო წლებში გარდაიცვალა აი ეს კაცი და შესაბამისად მაგრამ არ გაუვიდათ ფლად ისე როგორც უნდათ და
და შეიქმნა კომისია, ამ მოვლენების შემსწავლელი კომისია, რომელსაც სათავეში ჩაუდგა ანატოლი სობჩაკი, ლენინგრადის პეტერბურგის დანიყო ის არჩეულის და დეპუტატი იყო და აი უკვე მეორე ყრილობაზე იმავე წლის ბოლოს საბჭოთა კავშირის ჟურნალისტთა საბჭოს უმაღლეს საბჭოს მეორე ყრილობაზე სობჩაკმა წაიკითხა შედარებით რაც შესაძლებელი იყო იმ რეალობაში ობიექტური დასკვნა, ობიექტური მოხსენება 9 აპრილს განვითარებული მოვლენების შესახებ და პრინციპში მსოფლიოს საზოგადოება უკვე ოფიციალური პირის მხრიდან გაიგო შეიტყო თითქმის მიახლოებითი სიმართლე თითქმის და ვერ ვიტყვი რომ სულად რა მოხდა მაშინ საქართველოში რა პროცესები განვითარდა. რაც შეეხება ეს ერთი კუთხე რომ მიმოვიხილოთ. მეორე მხრივ კომუნისტური ხელისუფლება გივი გუმბარიძის ხელმძღვანელობით მაშინ პრინციპში პროცესებს ვეღარ აკონტროლებდა. ეხლა საქმე რა არის? ამ 9 აპრილმა ხელი შეუწყო ძალიან რადიკალიზა ახლა ერთი მხრივ კარგი რამ ცუდი ხომ მოხდა, მაგრამ მეორე მხრივ ეროვნულ მოძრაობას ვეღარ ეწინააღმდეგებიან. იმიტომ რომ დაინახეს რომ აი ჩათრევას ჩაყოლა ჯობიაო რომ იტყვიან და კომუნისტური ხელისუფლება რაღაცნაირად გადავიდა ეს დაგეგმილი ტაქტიკა იყო ეს სპონტანურად მოხდა თუ რა მაგრამ ერთი კი ფაქტი იყო ისტორია თანდათანობით ამ ყველაფერს მე ალბათ გამოაჩენს რომ ძალიან მოდუნდა ოფიციალური ხელისუფლება და პრაქტიკულად 99 წლის მაის-ივნისიდან ინიციატივა გადავიდა უკვე ეროვნული ძალების ხელში და ამ ეროვნულ ძალებში კი უნდა აღინიშნოს რომ ფაქტობრივად არაოფიციალურ ხელისუფლებასავით იყო რა უკვე ყველა რაღაც საკითხი რომ მიდიოდა უკვე ჭუის საკითხავად დაუშვათ იქ გამსახურდიასთან, კოსტავასთან, ჭანტურიასთან, წერეთელთან, სხვებთან და სხვებთან. მაგრამ აი ეს შიდა მოგეხსენებათ ტაქტიკური ხა საბოლოო ჯამში ჩვენ არაერთხელ გქონდა ნორმალურად იყო ხო ფაქტობრივად გამოვიდა რა და იმიტომ პროცესებს არანაირად ხელს არ უშვა არ ეწინააღმდეგება და იცით როგორ არის ამ მომენტში აი მაგალითად 26 მაისი ხო 9 აპრილი ხო იყო გავიდა 26 მაისი არაფნაირად ხელი არ შეუშლია და ეს პირველი დიდი იმიტომ რომ და მართლა მთელი ერირო ზეიმობს უკვე 26 მაისს 88 წლის 26 მაისი საკმაოდ დიდი პრობლემებით ჩატარდა და მაშინ ჯერ კიდევ ეს პროცესები დაწყებულიც არ იყო ნორმალურად და ერთი წლის თავზე 99 წლის 26 მაისი უკვე სამკერდე ნიშნები გამოვიდა ძალიან დიდი ზარზეიმით ვაკის პარკი მანიფესტაცია უკვე გამოუშვეს მერაბი და ზვიადი და აი წვერმოშვებული მერაბი ისე კარგად მახსოვს აქ იყო სამედიცინო ინსტიტუტთან იყო დიდი შეკრება მე დიდი მანიფესტაცია ანუ წავიდა ეს პროცესები რომელიც რეალურად საბოლოო ჯამში შემდგომ უკვე ეროვნული ძალების ხელისუფლებაში მოსვლით თავდება მაგრამ ამ გზაზე აღსანიშნავია ის რომ სამწუხაროდ მოხდა ძალიან სამწუხარო ამბავი და 99 წლის ოქტომბერში გაურკვეველ ვითარებაში ჩვენ არაერთხელ გქონია ამაზე საუბარი და ამან ეს ძალიან დიდი დარტყმა მიაყენა ეროვნულ მოძრაობას და ეროვნულ მოძრაობის ასე ვთქვათ კონსოლიდაციას, მონოლითურობას მიაყენა, იმიტომ რომ ისეთი ფიგურა დაიღუპა, როგორც მერაბ კოსტავა იყო. მერაბ კოსტავა კი არაერთხელ აღმინიშნავს ყველა ამ დაპირისპირებულ ძალებს შორის და დაპირისპირებული კიდევ ვიმეორებ იყო ხა თუ ვინმე და მე ხო ვერ ვიტყვი და რაც უნდა ჭორები ყოფილიყო და ეს ახლა ოფიციალური დოკუმენტია თუ ვინმე არ თანამშრომლობდა ნამდვილად სუკთან და ესეთები რა თქმა უნდა იყვნენ ეროვნულ მოძრაობაში შემოგზავნილები ანუ კგბ-სთან. ყველა სხვა საბოლოო ჯამში პატრიოტ ჯანსაღ ძალას ყველას უნდა დამოუკიდებლობის მოპოვება. ეს გასაგებია. უბრალოდ მათ შორის იყო ტაქტიკური სხვაობა. ზოგი იყო ულტრა რადიკალი, რომ ხვალვე უნდა შემოვიდეს ნატოს ჯარებიო და ხვალვე უნდა გავიდეს რუსების ჯარები და ხვალვე უნდა მივიღო დამოუკიდებლობა, გვაღიაროს გაერომ ყველა. ზოგი შედარებით ზომიერი, ზოგი ძალიან ზომიერი, მაგრამ საბოლოო მიზანი ერთი იყო, მაგრამ ქართველების ხასიათი ხომ იცით? კი მიზანი ერთია, მაგრამ ეს ტაქტიკური სხვაობა იმდენად აპირისპირებდა შემდგომ ერთმანეთთან, რომ ამ დაპირისპირება, ამის გაღვივებამ, რასაკვირველია, ზოგი ნეფსი, ზოგი უნებლიეთ ხელს უწყობდა შემდგომში მათ შორის წინააღმდეგობის გაღვივებას და საბოლოო ჯამში რაც ჩვენ მივიღეთ, ეს ჩვენ კარგად ვიცით, ეს არის 91 წლის მიწურულიდან დაწყებული პროცესები, რომელიც რამდენიმე მე ავტორიტეტი ინარჩუნებდა ამ ერთიანობას. აი ამას ვამბობ, ეს პროცესები მე დარწმუნ ისტორიას არ უყვარს, რომ აი ასე წავიდო და ასე რომ ყოფილიყო, მაგრამ აი გული მიგზნობს დარწმუნებული ვარ მერაბ კოსტავა როცა ახალგაზრდა კაცი ახლა მაშინ რო უყურე მე პატარა ვიყავი და მამის ტოლა კაცი და მეგონა ის რა არის 50 ესე იგი 39-ში იყო დაბადებული 99 წელს გახდა შეუსრულდა 50 წელი რა არის 50 წელი რამდენ რამეს გააკეთებდა ეს მართლა ბუმბერაზე ადამიანი რომელსაც კიდევ ვიმეორებ ყველა ჯგუფში თავის დასაყრდენი ყავდა ზურაბ ჭავჭავაძიდან დაწყებული და თამარ ჩხეიძიდან დამთავრებული გიორგია ჭანტურიათი ირაკლი წერეთელი ვერ ბედავდნენ მის წინაშე კამს ამას ვიცი ყველა მისთვის ყველას წინაშე ის იყო ყველასთვის ის იყო უდიდესი ავტორიტეტი თავისი აი ამ უმციკლო და ნამდვილად დიდი მოღვაწეობით
მაგრამ სამწუხაროდ რა მოხდა ეს რა თქმა უნდა სუკის წისქვილზე ასხავდა წყალს მაგრამ მათი ორგანიზებული იყო და ის უბედური შემთხვევა თუ ეს მოხდა ის რაც მათთვის ხელსაყრელი იყო და ხდება ხოლმე ისტორიაში რაღაც ბუნებრივად და ამას რასაც ისე რატო არასდროს არც ერთი ხელისუფლების მიერ არ დასმულა საკითხი ბატონო გოჩა გამოეძიებიეთ რა ვითარებაში გარდაიცვალა მერაბ კოსტა არა მეტნაკლებად და როგორ არ დასმულა და მეტნაკლებად ცნობილი რაღაც გამოვარდა რაღაცა ავტომობილის წინ მაგრამ რაღაც ავტომობილის გამართობაზე არის ჩქარი სიარული და რაღაც მოულოდნელად იმ ადგილას რაღაც გამოვარდა რაღაც ხოველი იყო ძაღლი იყო ხბო იყო თუ რა იყო როგორც ქალბატონი თამარი გონებდა და ყოველ შემთხვევაში ასე იყო თუ ისე იყო სამწუხარო ფაქტი ტრაგიკული მე ვიტყოდი სამწუხარო ნაკლებად კიდევ უფრო მეტი იმიტომ რომ ის პროცესები განვითარდა რაც განვითარდა და შესაბამისად მაშინ ასევე ეროვნული მოძრაობის კიდევ ერთი ლიდერი აღიარებული ლიდერი ზურაბ ჭავჭავაძე მძიმედ დაშავდა და თუმცა შემდგომ მე ვიცოდით რომ აი ეს კაცი საავადმყოფოში იყო რომ მოიკითხავდა ადამიანს სადა მიდის გამოჯამრთელებისკენ და უცბად აი მეხის დარტყმასავით იყო რამდენიმე ხნის შემდეგ ბოტკინი დაემართა და გარდაიცვალა ეს ახალგაზრდა 36 წლის კაცი ახალგაზრდა ადამიანი ასეთი მართლა ძალიან დინჯი დარბაისელი აი რომ მახსენდება მისი საუბრები ეს ჭკვიანური გეგმაზომიერი თუმცა მიტინგებზე ძნელად მოსასმენი კიდე მაშინაც აღუნიშნე მე მიტინგებზე ძნელად მაგრამ აი ნებისმიერ დარბაში აი ეს მისი და ნებისმიერი დავუშვათ პირად საუბარს თუ სხვაგან აი მისი საუბარი ერთი სიამონება იყო მისი მოსმენა სამწუხაროდ აი ესეთი ხალხი დაგვაკლდა და აქედან გამომდინარე 90 წელი ეს არის უკვე პერიოდი პოლარიზაციის ეროვნული მოძრაობის საბჭოთა კავშირი იშლება სატელიტი ქვეყნები დაეშალა ყველა ქვეყანაში ეს სატელიტ ქვეყნებში ეს რუმინეთში იყო ერთადერთი სადაც მოხდა იძულების წესით და იქ დახვრიტეს ჩაუშესკუ და მისი მეუღლე მოგეხსენება დანარჩენ შედარებით ხავერდოვნად გადავიდა ხელისუფლება ყველგან საბჭოთა კავშირი ინგრევა რასაკვირველია ეს პროცესი უკვე კარგად თვალნათლივ ჩანს და აი ამ დროს ჩვენთან იწყება ეს ეროვნული შიდა დაპირისპირება ამის მერე ერთი მომენტი თავიდან ისე არ ჩანდა 25 მარტს წავიდა გუმბარიძე წავიდა დათმობაზე და საბჭოთა ხელისუფლება აქაური და დანიშნეს 25 მარტისთვის არჩევნები უზენაეს საბჭოს არჩევნები საქართველოს 90 წლის 25 მარტს და აი მაშინ იყო პირველი სერიოზული განხეთქილება ჩვენს ეროვნულ ძალებს შორის მოხდა რომ ნაწილმა ამ არჩევნებს გამოუცხადა ბოიკოტი რომ რადგან ეს იყო კომუნისტების მიერ დანიშნული არჩევნები და იქ ისეთი საარჩევნო სისტემა იყო ისინი თვლიდნენ ნაწილი რომ ვერ მოხერხდებოდა ეროვნული ძალების ხელისუფლებაში მოსვლა ისე როგორც ეს საჭირო იყო ესე იგი ნაწილმა გამოუცხადა ნაწილი აპირებდა მონაწილეობის მიღებას სახალხო ფრონტი და უშუალოდ იგივე სხვები და სხვები დასიცხები აპირებდნენ მაგრამ მეორეს მხრივ წმინდა ილია მართლის საზოგადოება ჰელსინკის კავშირი და სხვა ეროვნულ დემოკრატიებად ბოიკოტი გამოუცხადეს და საბოლოოდ და მათ შექმნეს 13-15 მარტს ჩატარდა თბილისში ეროვნული ფორუმი შეიქმნა ჩატარდა საგანგებო კონფერენცია ეროვნული ძალების ეროვნული პარტიების და ორგანიზაციების და შექმნეს ეროვნული ფორუმი და დაიწყეს მზადება იმისაც რომ ეს ამისთვის ბოიკოტი გამოდა მართლა მოხდა ბოიკოტირება და იძულებული გახდა ხელისუფლება რომ გადაეწია არჩევნების თარიღი და შემდგომ არჩევნები დაინიშნა 28 ოქტომბერსთვის 28 ოქტომბერში და შესაბამისად აი ამ მომენტში უკვე ერთი სიტყვით არჩევნების თემა წინაპლანზე წამოიწია და აი უკვე ხდება თვითონ იმ ხალხში რომლებაც ეროვნული ფორუმი შექმნეს უკვე გამოთუშულები არიან დაუშვათ იმ ძალებს რომლებიც არ უწევდნენ არ უტარებდნენ ბოიკოტირებას მაგრამ აი ვინც დარჩა ვინც ბოიკოტი გამოაცხადა მათ შორისაც მოხდა კარდინალური დაპირისპირება სხვაობა დაპირისპირება მათ შორის ასე ვთქვათ ტაქტიკურ სხვაობებს შორის პრინციპულმა განსხვავებამ გამოიწვია ეს კერძოდ გია ჭანტურია ირაკლი წერეთელი და სხვები ირაკლი ბათიაშვილი და სხვები მიიჩნევდნენ რომ არჩევნებში მონაწილეობა მაინც საბჭოურ არჩევნებად მიიჩნევდნენ ეს იყო ძალიან შორეული პერსპექტივა შორეული გზა საქართველოს დამოუკიდებლობისკენ და რომ არჩევნები არ იყო საჭირო გამოყენება არჩევნების აი მიზნის მისაღწევად რომელიც ჩვენ გქონდა დასახული და მეორე მიმართულება კერძოდ ეს არის ჰელსინკის კავშირი წმინდა ილია მართლის ანუ ზვიად გამსახურდია და მისი თანამებრძოლები მიიჩნევდნენ რომ ეს არჩევნები უნდა ყოფილიყო გამოყენებული ნებისმიერი ლეგიტიმური ასე ვთქვათ ღონისძიება უნდა ყოფილიყო გამოყენებული იმისათვის რომ იმავე მიზნისთვის მიგვეღწია მათ შორის მოხდა ეს დაპირისპირება ზვიად გამსახურდიამ დატოვა ეროვნული ფორუმი და მან შექმნა თავისი
ბლოკი მოგეხსენებათ ჩვენ კარგად რომელიც მე იგებს არჩევნებს 28 ოქტომბერს მგვალი და თავისუფალი საქართველო და ვინც და ის ჩაერთო ძალიან აქტიურად ამ საარჩევნო პროცესში მაგრამ ვინც დარჩა იქა ეროვნულ ფორუმში მათ ადგენენ წანტურია და წერეთლის ხელმძღვანელობით და მათ ადგენენ და შესაბამისად ეს გამოაცხადეს ეროვნული ფორუმი ნუ დაიშალა გამოცხადდეს შექმნეს ეროვნული კონგრესი ყრილობა ჩაატარეს შექმნეს ეროვნული კონგრესი და ისეთი მოწოდებები იყო და ისეთ მე კარგად მახსოვს ეს წაკითხულით მაგ რომ აი დღესვე უნდა გავიდეს საბჭოთა ჯარები დღესვე ძალიან რადიკალური ანუ ultra რადიკალური მოთხოვნები იყო და კონგრესში ფუნქციონერები და შემდგომაც ხო როდესაც ზედგამსახურდია პრეზიდენტი აი რა თქმა უნდა და სწორედ ეს იყო ერთ-ერთი როდესაც დაუპირისპირდა და დავასრულოთ იმითი რომ დღეს 28 ოქტომბრის ამბით დავასრულოთ ეს არჩევნები ჩატარდა დაახლოებით 15-მდე ბლოკმა და ორგანიზაციამ მიიღო მონაწილეობა მასში და დამაჯერებლად გაიმარჯვა დიდი უპირატესობით მრგვალი მაგი და თავისუფალმა საქართველოს ზვიადგამსახურდიას ხელმძღვანელობით 246 დეპუტატი იყო მაშინ უზენაეს საბჭოში აქედან 155 ყავდა ამ ბლოკს საარჩევნო ბლოკს 60 კომუნისტები გავიდნენ და ჩვენ მე მაგაზი შემდგომ სამშაბათს ვიტყვით ამ დაპირისპირებაზე კომუნისტებთან დაუშვათ ეროვნული ძალების 64 გაიყვანეს 12 სახალხო ფრონტმა ნოდარ ნათაძის ორგანიზაციამ და დანარჩენი ცოტა ერთი აი ასე მოვიდა პირველი მრავალპარტიული თავისუფალი არჩევნების შედეგად და მე ვფიქრობ რომ ასეთი თავისუფალი ნელა მართლა თავისუფალი იყო ის მაშინ მიუშვა კომუნისტურმა ხელისუფლებამ და აი ძალიან თავისუფალ არჩევნების შედეგად მოვიდა ხელისუფლებაში ეროვნული დიდი მადლობა ბატონო გოჩა უკვე შემდგომში განვითარებულ მოვლენებზე ბუნებრივია მომდევნო სამშაბათს ვისაუბრებთ